გამარჯობა, გალბატონებო და ბატონებო. მე თქვენ შეგპირდით, რომ ძარცველ ჟურნალისტთან დაკავშირებით მოგიყვებოდით ერთ-ერთ ეპიზოდს შევარჩევდი, რომლიდანაც თქვენ გამოიტანდით დასკვნას ახლა რაზედაც არ უნდა დავწერო მე და რაზედაც არ უნდა მქონდეს წიგნის შექმნილი. არა აქვს მნიშვნელობა იმას, კიდევ ერთხელ გიმეორებთ ამას, თუ მე არ დავინახე ზნეობრივად გამართული ადამიანი, მე იმას არც პერსონაჟადაც კი არ შევიყვან იმაში, რა ქვია, ნაწარმოებში არა თუ გმირად ვაქციო და გმირად გამოუძერწო. ამას არ აქვს მნიშვნელობა რა პროფესიის ადამიანია ის, კიდევაც გითხარით, როდესაც 2000 წელს გამოვიდა წიგნი სიკეთე გადაარჩენ სიცოცხლეს, მე გითხარით ამის თაობაზე. იქ არის ლაპარაკი ერთ-ერთ პოლიციელზე, რომელსაც ფაქტიურად უძღვენი ეს წიგნი, იმიტომ რომ ფიზიკურად გადამარჩინა. თუ იმ ქურდმა, რომელზედაც ვსაუბრობდი, აგერ მე გზამაჩვენა და მითხრა, როგორ უნდა მეცხოვრა და რა უნდა გამეკეთებია და ეს ყველაფერი დამანახა, სამაგეროთ იმ მილიციელმა, მაშინ მილიცია იყო სულ მეშლება, ეხლა მაშინ იმ დროისათვის მილიციელი ერქვა იმას, იმ მილიციელმა მე ფიზიკურად მიხსნა განადგურებისაგან. ფიზიკურად მიხსნა იმისგან, რომ ციხეში არ მოუხვედრილიყავი და ტყუილ უბრალოდ ეხლა შეიძლება ადამიანი რაღაცას აშავებდე და მოხვდე კაცო ციხეში, მაგრამ როდესაც არაფრის განფუჭებელი არ ახარ, როდესაც უბრალოდ ვიღაცასთან ახლობლობ იმისათვის, რომ იმისათვის ხო არ უნდა მოექცე, მით უმეტეს მე მაინდა-მაინც რომ გითხრათ სიმართლე, ზოგს ხო არიან ადამიანები იბადებიან, რომ რაღაცა იტაცებს ის რაღაც ქურდობა და ესა და მე ეს არ მიტაცებდა ეს საქმე, რომ არიან ეხლა ყველანაირი ჯულის ის არის ადამიანი ახლა, ავაზაკი პირველმა გადალახა ავაზაკმა, ხო, სასუფეულის ზღურბლით, ახლა მასე კლასიფიკაციებად ვერ დავყოფ მე ვინ არის კარგი და ვინ არის ცუდი, იმ ავაზაკებშიაც არიან ცუდები და პოლიციელებშიც არიან ცუდები და ახლა მე რო ეგენი ვარჩიო, სად ვინ ცუდია და სად ვინ კარგია, ჩემთვის აქვს მნიშვნელობა კიდევ მეორე ვინ არის კარგი, იმიტომ რომ ყოველთვის მიყვარს იმის თქმა, რომ სოკრატე ამბობდა, ფილოსოფიის მამა, ყველა ადამიანში არის მზე და ეცადეთ გამოანათოთ იგივე. თუ კი ის მზე კაშკაშებს და უკვე ჩანს უკვე ისე, რომ შესაძლებელია ის უფრო უკეთესად გამოანათო, უფრო სწორად ის გამონათებული მზე დაანახო საზოგადოებას, თორე ისედაც ანათებს იმ ადამიანში ის მზე და შენ ხელოვანმა მწერალმა ამ შემთხვევაში უფრო უკეთესად გამოძერწო იმისათვის, რომ საზოგადოებას კარგად დაანახო, შეფუთო კი არა, კარგად დაანახო საზოგადოებას, რომ კარგად აღიქვას, თორე რამდენი წესიერი და პატიოსანი ადამიანი დადის ახლა მასე ყველას ხო ვერ ახედავს ჩვენ, მაგალითად ეხლა ერთმა კახელმა კაცმა თქვა, კახეთში სხვათა შორის ისეთი გამოთქმებია, რომ რაღაც ისეთი ფილოსოფიურად რომ გადაიყვანო იმაში გამოჩნდება, რომ რაღაცა დიდი აზრი დევს. ერთხელ მოვისმინე ესეთი ისა, რომ კარგი მწერალი აუცილებლად თუ მკვდარი უნდა იყოს, რა. ეხლა თქვენ წარმოიდგინეთ, დაუკვირდით ამას, რა თქვა იმ კაცმა. მე პირველად მოვისმინე მაშინ, შეიძლება ეს გამოთქმა არსებობდა, მაგრამ მე მაშინ ეს პირველად მოვისმინე. ხო და აქედან გამომდინარე, თქვენ ნუიფიქრებთ იმას, რომ უბრალოდ რა არის ისეთ ადამიანებს, ახლა მოდი ვთქვათ სიმართლე რა, იდუმალი ის უფრო აინტერესებთ, ვიდრე ვთქვათ ის პოლიციელზე, ვიდრე ვთქვათ იმაზე, რაღაც ვთქვათ ის დამნაშავეთა სამყარო უფრო მეტად იზიდავს, მაგრამ რა არის ისეთ ჩემი ვალი, როგორც მწერლის ვალი არის, კარგი და ცუდი ისინი დავანახო ამ ყველაფერში. მე არაფერი დანიშნულება არ მაქვს.
ცუდი ეხა თავისთავად დაინახავს, მაგრამ მე უფრო კარგი მხარე დავანახო კიდევ ვიმეორებ. ეხა მე გეტყვით აი მძარცველ ჟურნალისტთან დაკავშირებით, როდესაც მე ამ ჟურნალისტმა მომიყვა ეს, ნუ უკვე ხნეს მიტანებული ადამიანი იყო და როდესაც მე ეს ამბავი მომიყვა, მე რა თქმა უნდა ესე იგი ყურადღებით კი არა, ნუ გაასმაგებული ყურადღებით უსმენდი ამას, იმიტომ რომ სიუჟეტი იყო ბრწყინვალე. და არ შეიძლებოდა ამის ეხლაც კი ჟუანტელი მივლის რომ ახსენდება როგორ მიყვებოდა ის ფიქრო გრძნობდა ის რომ მე მესმოდა ეს ყველაფერი, მაგრამ მიუხედავად ამ ყველაფრისა როდესაც ის ამბობდა რომ მე აი ბრძოლა მქონდა მთელი ჩემი ცხოვრებაო საკუთარ თავთან რომ ვინ ვიყავი ბოლოს და ბოლოს ჟურნალისტი ვიყავი თუ მძარცველიო აი ამას ვერ ჩავწვდი, იცით, ორი ხასიათი როგორ უნდა არსებობდეს ადამიანში და ძალიან დიდი ძალისხმევა დამჭირდა გადამეწყვიტა ამ წიგნის აი რა ფორმით უნდა შემექმნა. წარმოიდგინეთ ახლა როდესაც რაიღაც ისეთი ნაწარმოებზე მუშაობ, სადაც მით უმეტეს რომ აქ ფსიქოლოგიური დატვირთვა მიმდინარეობს და ადამიანების სულიერი პორტრეტის გამოკვეთა არის შენი ვალი, ცოტა არ იყოს ძნელად სამუშაო პროცესია ეს. ეს არ არის უბრალოდ ამბის მოყოლა, რომ იქ ვიღაცა გადახტა, გადმოხტა, გაიქცა, გამოიქცა, ესეთი ამბები მქონია ახლა ამებს მოგიყვებით როგორც ამბებს ჩემი ცხოვრებიდან, მაგრამ ეს არ არის ნაწარმოები და ეს არ არის, ვთქვათ, რაღაცა, ნუ ამბავია, რაღაცა თავგადასავალი, რომელიც მე მრავლად ამაქვს გავლილი და ამ ყველაფერს სანამ მე იმას დავიწყებ, რა ქვია, მინდა დავიწყო გამოცემული წიგნის უკვე რომელიც 2020 წელს გამოიცა, პირველი ნაწილი 2016-ში გამოიცა და მე ორი ნაწილი ერთად გამოიცა 2020 წელს მინდა მოგიყვეთ საბჭოთა მზვერავის ვაჟზე. ეს 240 გვერდიანი რომანია, მანამდე მე გეტყვით რომ რაც მეტი ადამიანი შევიკრიბებით, რაც მეტი აი როგორი ადამიანი ისინი მე მინდა რომ მოხვიდეთ ისეთი ადამიანები, რომლებსაც ლიტერატურა გიყვართ, რომლებსაც აი სულიერი საზრდო გჭირდებათ ლიტერატურისგან მიიღოთ ასეთი ადამიანები და მე რა არის იცით შემithხოვნა ზოგმა ისის ხოლმე და ამი ლაიქე 500 ლაიქი 1000 ლაიქები იმიტომ კი არ მინდა ვთქვათ მოწონება რომ რაღაცა აქედან მინდა რომ რაღაც ვთქვათ გუშინაც დღესაც ავთქვი შემოსავალი გამიჩნდეს არა მე არ მიჭირს საინისოთ რომ ვთქვათ ამაზე გადავერთა თუმცა როდისმე ამას ექნება ალბათ თავისი ამოწურავს თავისი იმას რა ბლოგერად და იმად რომ ჩამოუყალიბდე ესეც არ მინდა მაგრამ ნუ პუბლიკასთან ურთიერთობა რა თქმა უნდა კარგია მომწერეთ ხოლმე მიიღეთ მონაწილეობა ამაში რა მოგეწონათ რა არ მოგეწონათ რაღაც შეკითხვა დაგებადება თქვათ ამ ამბის თუ წიგნის შესახებ მომწერეთ გაგიპასუხებთ შეიძლება იმ დღეს ვერა მაგრამ მეორე მესამე დღეს გუშინაც თქვი ეს და ვიურთიერთობოთ ასე რა მე დაუბრუნდეთ ამ ძარცველ ჟურნალის მე ადრე ჩავწერე ეს და მე ნუ მოუხსენი ეს ამას წინათაც ვთქვი მაგრამ ცოტა გაკვირთ და ახლა მე აგიხსნით ამ რა დამჭირდა ამ ნაწარმოების შესაქმნელად რისი შესწავლა დამჭირდა როდესაც მიდგა საკითხი მე ხა ადამიანი მწერალი ამ ყველაფერს ალაგებს თავში სიუჟეტს და შემდეგ როდესაც ეს სიუჟეტი სრულდება შემდეგ შეუდგება ამაზე მუშაობას მაგრამ სანამ სიუჟეტი არ ჩამოყალიბდება ეს ჩონჩხად გონებაში ანუ წარმოდგენა ამ ყველაფერს თუ გონების თვალი არ შეხედავს რომ ეს დასრულებულია მანამდე მწერალი ვერ იწყებს ამაზე მუშაობას და ხდება ასეთი რამ რომ მე ამას ვერ შევუტიე აი მე მაგალითად იქაც ამაქვს მე როდესაც დავიწყებ კითხვას არ მინდა ხა ესე გადავიდე გადმოვიდე მაგრამ
საბჭოთა მზვერავის ვაშს მე მაგალითად ვერ ვიწყებდი ამას, იმიტომ რომ სპეციფიკა არ ვიცოდი, როგორ უნდა დამეწერა ეს თვითონ და ერთმა შემთხვევამ, იქ გეტყვით, შემთხვევამ გადაწყვიტა იმ წიგნის შექმნა. უკვე მომეცა იმისი საშუალება, უნარი, რომ დამენახა იმ კუთხიდან და უკვე შემეტია ამ ნაწარმოების, რომ მანამდე ვფიქრობდი, რომ მე ამ თემას ვერ მოვერეოდი. ასე იყო მძარცველი ჟურნალისტთან დაკავშირებითაც, როდესაც ესე იგი ამ ორ ხასიათთან მიდგა საქმე უკვე, რომ ორი ხასიათი სახლობდა ადამიანში, მე გამიჭირდა, იცით, ორი ხასიათი როგორ უნდა სახლობდეს, რა არის და მე ესე იგი გადავწყვიტე, რომ შემესწავლა ფსიქიატრიის გარკვეული რაღაცა იდენტობის, თქვათ არის ფსიქიატრიაში ასეთი ტერმინი, იდენტობის დისოციაციური აშლილობა, მე ახლა კარგად დაგიხსნით ამას ეს მრავალწახნაგოვანი დაავადებაა და სხვადასხვა იმით ვლინდება სახით ამ სხვადასხვა ხასიათების არსებობა ადამიანის გონებაში და არის ასეთი ამნეზია, რომელიც ესე იგი როდესაც ერთი იწყებს მოქმედებას ერთი ხასიათი ადამიანში, მეორე ხასიათი ამნეზირდება. ანუ აი ამ ერთი ხასიათით მოქმედი ადამიანს მეორე ხასიათი თუ აქვს, ის აღარ ახსოვს. ანუ ამნეზირებულია ის ხასიათი და როდესაც იწყებს ისევ დაუშვათ ის პირველი მოქმედებას, უკვე ეს ხასიათი ამნეზირდება. ამდენად ეს ანომალიური მოვლენაა მედიცინაში, დიდი არაფერი იცის მედიცინამ ამის შესახებ, ბევრი არაფერი იცის საერთოდ, მე თუ მკითხავთ მედიცინამ ადამიანის გონებასთან დაკავშირებით და იმიტომ რომ ამას ვეძახით ჩვენ ანომალურ მოვლენას, მაგრამ ეს ანომალურ მოვლენას აქვს რაღაცა საფუძველი, ხო? ასე რომ ახსნა ამისი მთლიანად ეს რა არის, ამისი ახსნა ჯერჯერობით არ არსებობს, ამაზე მუშაობა ფრანგმა მეცნიერმა დაიწყო და აქედან ვიცით, რომ ჩვენ ეს ანომალური მოქმედება ეს ძალიან ისეთი საყურადღებო რამ არის. მე შესწავლა ის ამიტომ მომიხდა ამ ფსიქიატრიზმის, რომ თვითონ ეს წარმომედგინა როგორი იქნებოდა, შემდეგ ამისთვის შემედარებინა უკვე ნორმალური ადამიანი, რომელსაც ვთქვათ, აი ძარცვის შემთხვევაში, როდესაც ის ასრულებდა მძარცველის ფუნქციას, მის გონებაში ხომ არ ამნეზირდებოდა, რომ ის ოდესღაც ჟურნალისტი იყო, გესმით და აი სწორედ ეს იყო მისი ტანჯვა, როდესაც ახლა გასაგებია, როდესაც ძარცვას ამხორციელებს ადამიანი და როდესაც ამ მომენტში ის მხოლოდ და მხოლოდ იმაზე ფიქრობს, ახლა მატარებლების ეშელონებს აჩერებდა კაცი და უზარმაზარი მოუხელთებელი მძარცველი იყო და წარმოიდგინეთ, ახლა ის იმ დროს იმას არ იფიქრებდა, რა თქმა უნდა, რომ ჟურნალისტი იყო ოდესღაც, მაგრამ ყოველ შემთხვევაში იმის გონება ხო მაინც აფიქსირებდა, რომ ის ჟურნალისტი იყო და ამ მძარცვას რო ამთავრებდა თუ რაღაცა იყო, ხო იმ წამიდან შეიძლება უფრო მძაფრად ერთვებოდა ამის თავში ის, რომ ის ჟურნალისტი იყო და ასრულებდა მძარცველის რაღაცა ფუნქციას, ასე ვთქვათ. აი, ამიტომ მე რო ეს ფსიქოლოგიური დრამა შემექმნა, სწორედ აი ამის შესწავლა მომიხდა და შემდეგ უკვე გადავწყვიტე, რომ რას განიცდიდა უკვე ნორმალური ადამიანი, მე ფიქრა, როდესაც ის უკვე კარგად შევისწავლე. მიაქციეთ ახლა ერთ რამეს ყურადღება. მართალია ეს იზულებით შესახლებული ხასიათი იყო, იმიტომ რომ ადამიანი, რომელიც პოლიტიკურ გადასახლებიდან ბრუნდება და მას არავინ აღარ იღებს და არავინ აღარ აყავს, მშობლები დახოცილი ყავს და ეკედლება დამნაშავეთა სამყაროს და ხდება თვითონაც დამნაშავე, ადამიანი, რომელიც იყო სწავლობდა ჟურნალისტიკის ფაკულტეტის მეორე კურსის სტუდენტი, 8 წელიწადი მიუსაჯეს და იქ გადაარჩინა ერთ-ერთმა კანონიერმა კურდმა, რომელიც ადრე განთავისუფლდა და ის რომ არ შეხვედროდა იქ
ზუსტად მაგაზე მქონდა ეს საუბარი, რომ კულტურის სამინისტროსთან რომ ესეო კანონიერი ქურდოს რომანტიზება ხდებაო და რომანტიზება რანაირად ხდება კაცო ეხლა ის ბულგაკოვის ოსტატი და მარგარიტა რო აკრძალეს თქვათ სტალინმა რო აკრძალა იმიტომ რომ ბულგაკოვი ამბობს ყველაფერიო ლოგიკურიაო და ის იმიტომ ჩამოვიდა იქ რომ ის ტრამვაის ქვეშ ჩავარილი იყო და ფეხი გადაეჭრა იმ ტრამვაის და ყველაფერი ესე იგი ამ კანონზომიერებას ემორჩილებაო. რა თქმა უნდა კომუნისტებს ეს არ აწყობდათ და აკრძალეს ეს წიგნი და თუ კი ესე იგი ეს ჩვენ უნდა ავკრძალოთ, მაშინ ავკრძალოთ ძმაო თეთრი ბაირაღებია თუ ის რა ქვია აგერ კუკარაჩა თუ ხარება და გოგია ყაჩაღები თუ ეს დათა თუთაშყია თუ ეს სულ ყველაფერი ავკრძალოთ და მე მეწოდინება რომ ეს აკრძალული თემაა და აღარც მე აღარ მას ვიზავ კაცო გამოვალ, იმიტომ რომ მეწოდინება რომ სტალინის ეპოქაა და ამ სტალინის ეპოქის დროს ბულგაკოვის ოსტატი და მარგარიტას ვერავინ ვერ გამოიტანდა, იმიტომ რომ დაწვეს ეს წიგნები და გაანადგურეს და თუ ვიღაცას შემორჩა და ის ეგ სხვა არის ახლა დამარეს, მაგრამ ყოველ შემთხვევაში ამაზე აკრძალული იყო საუბარი და გამოჩენა ხო მით უმეტეს. და როდესაც ეს კანონად იქცევა და ჩვენ მოვექცევით ამ იმაში, მაშინ მეწოდინება რომ აკრძალულია. მე როგორ უნდა ამიგრძალო, კაცო იმის დაწერა ვთქვათ და იმისი გამოქვეყნება, რომელშიაც მე ვხედავ მორალს და მაშინ ავგრძალოთ ქრისტეს მიერ შეყვანილი სახარების ის ადგილი ამოვიღოთ იქიდან, როდესაც ქრისტემ ავაზაკი შეიყვანა სასუფეველში. ეს ყველაფერი ავგრძალოთ და მე მეწოდინება რომ აკრძალულია იმ ქვეყანაში და წავალთ მაგ სხვა ქვეყანაში და სხვა ქვეყანაში იმას ვიზავ, თუმცა ვიყავი წასული მე და იქაც არ დამასვენეს ეგ სხვა საკითხია, კიდე აღარ მინდა სხვა იმაზე გადავიდეთ. მოდი აქ ვილაპარაკოთ ამ ძარცველ ჟურნალისტთან დაკავშირებით, რასაც შეგვირდით და აღარ გავაგრძელოთ, იმიტომ რომ ეს თემა არ არის ისეთი, რომ საჭიროებდეს სხვადასხვა იმების ჩართვას. უпроსოდ ეკადრებოდეს სხვადასხვა თემების ჩართვა თვითონ ამ წიგნს. კიდევ ვიმეორებ, მე როგორც მწერალი ვაფასებ მხოლოდ და მხოლოდ სულიერად და ზნეობრივად ამაღლებულ ადამიანებს, დანარჩენ შემთხვევაში მე ნაწარმოებს არ შევქმნი. არა აქვს მნიშვნელობა ჩემთვის ვინ იქნება. მე სხვადასხვა ნაწარმოებიც ამაქვს შექმნილი, იმ პოლიციელსაც მიუძღვენი ის წიგნი მეთქი წეღანაც გითხარით და ვინც დაიმსახურებს მაგალითად იმას ჩემს ყურადღებას, იმ ყურადღებას აუცილებლად მივაპყრობ და თუ იქნება იქ რაღაც სიუჟეტი, ამას აუცილებლად შევქმნი. მე გითხარით უკვე რომ ეს ძარცველი ჟურნალისტი, ეს ჟურნალისტი, მოდი პირობითად აღარ გავანებოთ ამ ძარცველს თავი, რომელიც იძულებული გახდა რომ ეს ძარცველი გამხდარიყო და ეს ხასიათი ეტარებინა, იძულებით ჩასახლებული ხასიათი, რომელიც იმ დროის საბჭოთა კგბ-მ ეს იძულებით ჩაუსახლებდა, სხვა გზა აღარ დაუტოვა პოლიტიკურ გადასახლებიდან დაბრუნებულ კაცს არავინ აღარ ეურთიერთობებოდა და იძულებული გახდა ისევ იმ დამნაშავეთა სამყაროსთან მისულიყო და იმ კურთან მისულიყო, ვინც ოდესღაც ის გადაარჩინა იმ შორეულ გადასახლებაში ციმბირში, ერთ-ერთ ბანაკში, სადაც 15,000 კაცი იხდიდა საჯერს და ქათმები ვითახოცავდნენ ადამიანები იქ იმაში, რა ქვია, ერთმანეთს. და სწორედ ამ კაცმა, ამ კანონიერმა, ქართველმა კანონიერმა კურდმა შეიფარა ეს და ფიზიკურად გადაარჩინა და როდესაც ჩამოვიდა და არავინ აღარ მიიღო არც ნათესავმა და არც მეგობარმა, იძულებული გახდა ამ კურდს შეკედლებოდა. ამ კურდმა რა თქმა უნდა მიიღო, მაგრამ აი ამის შემდეგ ხდება ამისი მეორე ცხოვრება იწყება და ხდება მძარცველი. და ეხლა წარმოიდგინეთ თქვენ ეს მიყვება ამ განცდებით ამ ყველაფერს, აი კიდე გეუბნებით, კარგად გამიგეთ. მე ეხლაც ჟუანტელი მივლის იმის მონაყოლი იმდენად, ესე იგი აი თან იმ თვალით მიყურებ და უჭკვიანეს პიროვნებასთან აქ საქმე გვაქვს საქმე ამ წიგნში ეს ის კი არ არის ვიღაცა ეს არის განათლებულესი ადამიანი და იმ თვალით მიყურებ და მე მაშინ ასაკით ახალგაზრდა ვიყავი და იმ თვალით მიყურებ და ეს მესმოდა თუ არ მესმოდა და ბედნიერი იყო რომ გრძნობდა რომ მე ეს მესმოდა რასაც მე ლაპარაკებოდა და აქ მარტო ამბავი არ არის ჩემო ძირფასო მეგობრებო აქ მარტო ამბის თხრობა არ არის რომ ის სადღაც წავიდა ეს აქ მთელი ფსიქოლოგიური ომი და მთელი ფრონტია გახსნილი ამის თავში
და ეს ბრძოლა მთელი ცხოვრება მიმდინარეობდა, რომ ის გაერკვია საბოლოოდ ვინ იყო. ეს არის ზუსტად ტრაგედია და ეს არ უნდა არსებობდეს. აი მიაქციეთ ყურადღება, ძალმომრეობა ყოველთვის არსებობდა ქვეყანაზე და მე ვფიქრობ, რომ ერთ-ერთი ყველაზე საუკეთესო საზოგადოებრივი წყობა, რაც კაცობრიობამ გაიარა, ეს იყო პირველ ყოფილი თემური წყობილება, სადაც ესე იგი ფუნქცია ჰქონდა ძლიერს ის, რომ უნდა ენადირა და დაეკმაყოფილებინა სუსტები, ქალები, მოხუცები და ბავშვები და უბრალოდ ტომობრივად ცხოვრობდნენ ისინი შემოღობეს თავიანთი ადგილები და ეს ტომობრივი ცხოვრება თავის ტომში ეს იყო კიდევ მეორე ფუნქცია განაწილებული იყო. აი რაჟამს უკვე ადამიანმა იგრძნო რომ ძლიერი იყო ვიღაცაზე, თუნდაც იმ ნადირობაში გადაწყვიტა რომ ერთს დაემონებინა მეორე და მონათფლობელური წყობილებით შეიცვალა. მიაქციეთ ყურადღება ეს მეორე საზოგადოებრივი წყობა, რაც საშინელი წყობა მოვიდა კაცობრიობის ისტორიაში და მონათფლობელური წყობილება უკვე წარმოიდგინეთ რა არის, ხო? მონათმფლობელი ხარ, შენ მონები ყავს შენ, თვითონ გეუბნება ეს სახელი და როდესაც ადამიანის გონებამ კიდევ და კიდევ რაღაცა პროგრესი განიცადა და ევოლუცია მოხდა მის გონებაში, უკვე ფეოდალურის იგივე მონათფლობელური წყობილება იყო, მაგრამ რაღაც პროგრესული ელემენტებით შელამაზებული. იმიტომ რომ ფეოდალებსაც ყავდათ ახლა ეს მემამულეები იყვნენ ის რაღაცას განაგებდნენ და ამათაც ყავდათ მონები, ესე კი არ იყო კაცო. აგერ კაპიტალისტური წყობით შეიცვალა შემდეგ და კაპიტალისტური წყობაც იგივე მონათფლობელური წყობაა. მე თუ მკითხავთ ახლა არ დამწამოს ვიცილი ვინმე მთელი ცხოვრება იმ კომუნისტურ საზოგადოებას ვებრძოდი და არ დამწამოს რო ის, მაგრამ სოციალისტური სისტემა, აი დაუშვათ, რომელიც დღეს მოქმედებს სკანდინავიის ქვეყნებში და სხვა ქვეყნებშიაც რაღაც პატარ-პატარა ელემენტები არის ამ სოციალისტური სისტემის, მაგალითად ესპანეთში არის უფასო საავადმყოფოს და ფასიანის და მე ჩემი მეგობარი ერთ-ერთი პროფესორი, რომელიც დადიოდა იქ მეუბნებოდა, რომ თამაზო იცით რა ხდებაო იქ უფასო იმაშიო ძალიან კარგი აპარატურაო და ფასიანში იქ პალატებიაო და იქ აი ფასიანი საავადმყოფოშიო ნაკლები აპარატურაა და უბრალოდ იქ შეგიძლია 6 ოთახიანი, 4 ოთახიანი და 5 ოთახიანი აპარტამენტი გქონდეს, ანუ სტუმრები მიიღო, გაუშვა და ასე შემდეგ. მაგით განსხვავდებოდა და დანარჩენი ახლა მკურნალობის იმითო ის უფასოები უფრო კარგია, უბრალოდ იქ ერთ პალატაში შეიძლება 3 ადამიანი იყოს, 4 და ასე შემდეგ. დავანებოთ ამას თავი, აი ეს ძალმომრეობა და იმაში კომუნისტებმა უკვე სხვანაირი გეზი აიღეს და კომუნისტებს უკვე საშინელებად დაატრიალეს კომუნისტებმა, მით უმეტეს რომ ადამიანებს შესთავაზეს, იცით, უფასო ჯანდაცვა, უფასო სწავლა, უფასო ის, მაგრამ სამაგიერო ცენზურამ შეზღუდა და მონად აქცია საბჭოთა მოქალაქე. ამ ყველაფერზე შორს აგვიყვანს ამაზე საუბარი, გაითვალისწინეთ, რომ ეს ხდება კომუნისტების ეპოქაში, როდესაც ადამიანს საკუთარი თავის რეალიზების საშუალება არ ეძლევა, იმიტომ რომ მას აქვს გარკვეული რაღაც თავისუფალი შეხედულება. მე როდესაც დავიწყებ იმის კითხვას კიდევ და კიდევ არ მინდა ეხლა ესეთი გადასვლა გადმოსვლები გავაკეთო, მაგრამ წინა სიტყვაობაში მაქვს საბჭოთა მზვერავის ვაჟის იმაში, არ მინდა ეხლა ავრიო ჩვენი საუბარი, მაგრამ მაქვს ასეთ საბჭოთა კავშირის დედამიწის ზურგზე არავის ეშინო და გარდა საკუთარი მოქალაქის, უფრო სწორად საკუთარი მოქალაქის ინტელექტი აშინებდა. ინტელექტი იმიტომ აშინებდა, რომ თუ ის გახდებოდა უმართავი, ეს უკვე პანდემიასავით გავრცელდებოდა და რევოლუციის დროს დაღვრილი სისხლზე შეიძლება მეტი სისხლის დაღვრა მომხდარიყო. ამიტომ ჩანასახშივე სპობდნენ დაუმორჩილებელ ინტელექტს. დაუმორჩილებელი ინტელექტი არ უნდა ყოფილიყო. ამიტომ დაიხია და უკან ამ ქვეყანამ ამ განვითარებით მხრივ, იმიტომ რომ თავისუფლება არ იყო და აქედან გამომდინარე დღესაც ეს მენტალიტეტი ვერ მოვიშორეთ და თითქოს რაღაც ინტელექტი სახიფათოა სახელმწიფოში.
სახიფათო გახდა სახელმწიფოში, იმიტომ რომ ადამიანები, რომლებიც მოდიან ჩვეულებრივად პოლიტიკაში, მათ არ სჭირდებათ განსაკუთრებული ინტელექტი, იმიტომ რომ ისინი უნდა ფლობდნენ ერთ მთავარ იმას, მე მაქვს და როცა გიკითხავთ, როცა წაკითხავთ, იმას ნაყავთ, მთავარ ერთ რამეს უნდა ფლობდნენ ხასიათში მასების საოცარი მოტყუების უნარი უნდა ჰქონდეთ. პოლიტიკაში მეტი არაფერი არ არის საჭირო, ღრმა ცოდნა და ახლა ფილოსოფია და არავის არ აინტერესებს და ეს არის ერთ-ერთი დამახასიათებელი, რაც ჩვენს სახელმწიფოს უკან ხევს და ძალიან დასანანია, როდესაც განვითარებული გონების ადამიანები ჩრდილში არიან და მე ვიტყოდი ცოტა ვიქტორ ჰიუგოს თქმისა არ იყოს, ახლა ყოველთვის მიყვარს ხოლმე, როდესაც დავინახავ თუ წარმატებულ ადამიანსო, ალბათ იქაც იყო ეს პრობლემა და ყველგან იყო ეს პრობლემა. იმთავითვე გასაგებია, რომ ეს წარმატებული ადამიანიო მოხერხებულია და თუ მოხერხებულია, ის აუცილებლად თაღლითიაო. თაღლითი ადამიანს არ ასჭირდება სწავლა და განათლება და არავითარი აზროვნება, მან იცის, რომ როგორ მოგატყუო შენ და მორჩა და გათავ და სხვა არაფერი არ არის საჭირო. ეხლა გადავიდეთ ამ ძარცველ ჟურნალისტზე ისევ და მოდი ამით მორჩების საუბარს, იმიტომ რომ არ გადავერთოთ სხვა იმაზე. მოკლედ დადგა საკითხი, უკვე ამ დამნაშავეთა სამყაროში ცხოვრობს ეს და უკვე ჩამოყალიბებულია გარკვეულწილად ამ ძარცველის ხასიათი უკვე ჩასახლებულია მასში და მოქმედებს უკვე ამ ხასიათით, იმიტომ რომ იარსებოს და ხდება ასეთი რამე, რომ უნდა გაემგზავროს მოსკოვში, იმიტომ რომ ფილტვების პრობლემა აქვს რაღაც და უნდა იმკურნალოს. მოგეხსენებათ ეხლა მაშინ ეს ჯანდაცვა უფასო იყო, მაგრამ ასეთი ადამიანები, რომლებიც მიემგზავრებოდნენ მოსკოვში, ჭირდებოდათ მაინც გარკვეული თანხა იმისათვის, რომ მოდით ვთქვათ, ეხლა კორუფციას დავარქვევთ მაგას, მაგრამ ეს პატივისცემა იყო ყოველთვის, თანაც განსაკუთრებით რუსი ექიმები ელოდებოდნენ ქართველებისგან ყოველთვის, რუსები არა მარტო კაცო, ყველგან ასე იყო, ელოდებოდნენ პატივისცემას, რომ ის ისე ხელსარიელი არ იყო ჩასული იქ და თანაც ეხლა ეს ცოტა ისეთი ვიშე კატეგორიაო, რო იტყვიან, ეს უკვე მაღალი კატეგორიის წრიდან იყო ამ დამნაშავედ საყოლა და უნდა ჰქონოდა ამას ფული. ეხლა ჩასვიდნენ საგონებელში ეს ქურდები, მაშინ ესე არ იყო, რომ დიდარი კი არა, მიწურში ცხოვრობდა ის ქურდი და ის ვინც მიიღო და დანარჩენებიც არ იყვნენ, უბრალოდ დღეში შეიძლება 20 და 30 მანეთი ეშოვა ხალხს და არ იყო ასეთი ცხოვრება, თავის ხელებით ცხოვრობდა ხალხი და ამას სჭირდება ეხლა რამდენიმე 1000 მანეთი ჭირდება, ხო? რომ წავიდეს და იმკურნალოს გარკვეული რაღაც ერთი თვე თუ თვენახევარი და დაბრუნდეს ესე, ხო და ეხლა ქურდები ფიქრობენ, რომ ამას რაღაც ფული შეუგროვონ და ერთ-ერთი დგება და ამბობს, რომ იცით რა, მე ციხიდან მაქვს გამოგზავნილი, ესე იგი, გადმობარებული ფული, რომელიც ციხეში არის წაგებული ეს თანხა და ეს თანხა შეადგენს 3000 მანეთს და მაშინ 3000 მანეთი ძალიან დიდი ფულია, ყოველ შემთხვევაში ამ კატეგორიის ხალხისთვის, კი არა, საერთოდ არ იყო ცუდი ფული და ამ 3000 მანეთს მე შემილია ეს წერილი, ეს ქურდულ ჟარგონზე ქსივას რო ეძახიან, ამას მე გადმოგცემ, აგერ მისამართი ყველაფერი არის იქ და მიიხვალ და მშობლები არიან, აღა მამა გალოთებულია და დედას გადასცემ ამას, რომელიც მოგცემს ამ 3000 მანეთს. ის ბიჭი ვიღაც პატიმარი, რომელმაც ითამაშა, წააგო, ვიღაცას ეკუთვნოდა ეს ფული და ამ ქურდს გადმოაბარეს ეს ფული, რომ ამ ქურდს პატივისცემის ნიშნად, როგორც ხდება, დღესაც ხდება თუ არ ვიცი ხო დღეს როგორ ხდება, მაგრამ მაშინ ესე ხდებოდა და გადმოაბარეს ეს ფული ამას და ეს ფული არის ამისი, ეს 3000 იმენ და ეს კაცი ჩუქნის ამ ჟურნალისტს, რომ წავიდეს და იმკურნალოს მოსკოვში.
მე ახლა გიყვებით ერთ ეპიზოდს ამ წიგნიდან, ახლა მე მთლიან ამ წიგნს ვერ მოგიყვებით გასაგები, იმიტომ რომ პლაგიატი გამანადგურებს, ხო? რა ჩასაფრებულები არიან უაზრო ადამიანები, რომლებსაც მაგის მეტი არაფერი უკეთებიათ, ოღონდ სადღაციდან ფრაზა მოიტაცონ იქიდან, აქედან და ეს ცოტა არ იყოს ძალიან დიდი ხანია მოქმედებს და მაგაზე ბევრი შემილია ვისაუბრო, იმიტომ რომ ბევრი გამჟღავნდა კომუნისტების დროსაც იყო ერთი მომენტი და ერთი კი არა, რა ვიცი, ერთი სიტყვით მოდით გავაგრძელოთ ას ლაპარაკი. აძლევს ამ ქსივას რომ წავიდეს ამ ისამართზე და დედისგან აიღოს ეს ფული, რათა იმ ბიჭს ჩაბარებულად ჩაბარდეს, ეს გარკვეული რაღაცა დრო აქვს, რა ერთი თვე თუ რაღაცა ამ ფულის ჩაბარებას, რომ ის ბიჭი იქ არ მოდი ამასაც ჟარგონულად გეტყვით, არ გადავარდეს და არ შეექმნას პრობლემები ციხეში. წაგებული აქვს ეს თან, ხო? რა თქმა უნდა, ამ ჟურნალისტმა მადლობა გადაუხადა, რომ 3000 იმანეთი ახლა ამისთვის კარგი ფულია და ეს მოახერხებს ამ კურნალობას და ჩავა მოსკოვში და ჩამოვა და მიდის ამ ისამართზე მეორე დღეს და ხვდება კაცი, ანუ მამა ამ ბიჭის, ამ პატიმრის. ხვდება მამა და წაშლილია მთლიანად, როგორც უთხრა იმ კაცმა, იმ კურდმა, წაშლილია აბსოლუტურად არანაირი აზრი არ აქვს ამასთან საუბარს. და ეპატიმრე მოი დავლიოთ თუ რაღაცა დეტალები რაღაცში გაინტერესებს, მაგრამ ყოველ შემთხვევაში ეს ელოდება ქალბატონს, ანუ ცოლს მისას და იმანაც იცის, რომ იმ პატიმრის ამბები უკვე უნდა მოაგვაროს მისმა ცოლმა. მოდის გიხდით? ხო და რაღაც გარკვეული დროის შემდეგ მოდის ეს ქალბატონი, საცოდავი, გაუბედურებული, განადგურებული და აი დააღლილი სადღაც სამსახურიდან, ახლა მე არ ვიცი ახლა იქ რაზე მუშაობდა, რაზე არა, მაგრამ ეს ჟურნალისტი უყურებს ამას, ეს ხო ჟურნალისტია და არა მძარცველი, ხო? ამას ხო უყურებს თავის თვალით. ეს ოჯახი განადგურებულია. და ეს დედა, რომელსაც ამ წერილს მიაწვდის, აი მაპატიეთ, მაგრამ რა არის იცით ნოდარ დუმბაძე რო ამბობდა, თუ შენ ცრემლი არ დაგიღვრია შენს ნაწარმოებზეო, კითხველსაც მოსთხოვ მაგასო. ამიტომ ჩემთვის ძნელია ის, რომ აი თვითონ მოთხრობის ჩაწერა ხან მიხდება რა ვიცი 5ჯერ, 6ჯერ, იმიტომ რომ ემოცია რო გეძალ ის ხომ ეს შევქმენი, ის ხომ მე განცდებით შევქმენი, იმას ხო არ შემიძლია მე ისე გადმოვცე. მე ხო სულ ვამბობ ამას, მე ხო მსახიობი არა ვარ კაცო, რომ ეხლა დავიჭირო სახე იმის, ეს ხო ჩემი განცდებიდან გამოდის, ეს ხო მე ამ განცდებით შევქმენი, ხო? და მოდის ეს დედა გაუბედურებული, საცოდავი და ეს ჟურნალისტი უყურებს ამ ქალს და გადასცა ეს წერილი, რომელსაც შვილი წერს, დედა, მე მაქვს წაგებული 3000 იმანეთი და უნდა მომიხერხო ეს ფული როგორმე. ამ ქალს გული წაუვიდა, რომ წაიკითხა. ამ ბიჭმა მოასულიერა ეს ქალბატონი, იქ წამლები უცბად ისეა, ესა რაღაცები იქ, რა ვიცი, ქმარმა და დაეხმარა, იქ ისადებს, ესადებს, ამან ხო არ იცოდა, რომ მოასულიერეს მოერეს ქალბატონი და ამ ქალმა დაიწყო ტირილი. და უყურებს ეს ჟურნალისტი ამას. და ცოტა ხნის შემდეგ ეს ქალი წამოდგა. და უთხრა, მოდიო, შვილო აბა ერთი აქეთ მომყევიო. და ფანჯრიდან გაახედა და უთხრა, შეხედე იმ ოთახსო. ეს ჩვენი იყო. იტალიური ეზოა თუ რაღაცა. ეს ჩვენი იყო და გავყიდეთ იმის გამო, რომ ბიჭისთვის გამეგზავნაო. აი ეს მეორე ოთახი აქეთ რო უყურებო, ესეც ჩვენი იყო შვილო. ესეც გავყიდეთ მაგის გამო. აი აქეთ რო ოთახია, ესეც ჩვენ გვეკუთვნოდაო.
იცით, მე ამ ყველაფერს მე და ჩემი მეუღლეო შრომობდით იმისათვის, რომ ეს შეგვეძინაო, ზოგი დაგვრჩაო იმიდანო, ზოგი ის და ჩვენ შევიძინეთო და ამ ყველაფრის გაყიდვა მოგვიხდა, დაგვრჩა ერთადერთი ოთახი, სადაც ახლა ჩვენ ვცხოვრობთ და ჩემი შვილი რო გამოვაო, ამ ერთ ოთახში უნდა ვიცხოვროთ ყველამ ერთად. ამ ოთახშიო 700-800 მანეთზე მეტს არავინ არ გადამიხდის. და წარმოიდგინე მე ეს ოთახიც რომ გავყიდო, ჯერ ერთი რომს გავრისკო და ქუჩაში დავრჩეთ მე და ჩემი მეუღლეო. შვილისთვის გავაკეთებდი მაგას, მაგრამ 700-800 მანეთზე მეტს ამ ოთახში არავინ არ გადამიხდის. ანუ მაგ 3000 მანეთსო ყველა ნათესავი შეწუხებული მყავსო, ყველა ახლობელი შეწუხებული მყავს. ვერსად ვერ ვიშოვი ამ ფულს. და დაჯდა ეს ქალი და დაიწყო მოთქმა. ნუ ეხა ჟურნალისტი კი გახდა მძარცველი, მაგრამ ის ხო არა აქვს, კაცო, გული ხო არა აქვს ამოგლეჯილი ამ კაცს. დედილო უთხრა, მოდი ასეთი რამე გავაკეთოთ. ეს ფული მე მაქვს გადმობარებულიო. ეს ფული მე უნდა ავიღო. ეს ფული მე მეკუთვნის. მე რომ ეს ფული არ ავიღო, თქვენ შვილს პრობლემები გაუჩნდება ციხეშიო. და რა პრობლემები გაუჩნდება დაახლოებით იცითო, ხო? ის კაცად ვეღარ ივარგებსო, ასე ვთქვათ და ბევრი პრობლემები შეექმნებაო. ამიტომ მოდით ასე გავაკეთოთ, თქვენ მეუღლესაც ნუ ეტყვით და ნუ რასოდეს თქვენ შვილსაც ნუ ეტყვით, ამას ნუ რასოდეს, რადგან თქვენ შვილს ცალკე გააუბედურებთ თქვენი პირიდან რომ ეს გავიდესო. და მე ცალკე გამაუბედურებთ ამისათვის. თუ მომცემთ იმის პირობას, რომ თქვენ ამას არასოდეს არ იტყვით და გვეცოდინება მე თქვენ და ღმერთსო, მე ვიტყვი ქურდებში, რომ ეს ფული მე ავიღეო. იმიტომ ეს ფული მე უნდა მე მეკუთვნისო და არა ვარ ვალდებული ვინმეს ვაჩვენო ან გადავცევ. ერთი სიტყვით ამ ქალისთვის წარმოიდგინეთ ეხლა ეს იყო ციდან მოვლენილი ანგელოზი. ახლა მეორედ გაუხდა ამ ქალს გული ცუდად. მაგრამ სიხარულით და ნუ გეშინიაო, ქალბატონო უთხრა. არაფერი არ დაემუქრება თქვენ შვილს. მე განვაცხადებ, რომ ეს ფული ავიღეო. წამოვიდა იქიდან და ნუ გარკვეული დრო არის ეხლა იმ ბიჭს აქვს ამ ფულის ჩაბარების დრო და ნუ უთხრა იმ ქურს, რომ ეს ფული აღებული, ნუ მომიტანაო ეს ფულიო რა, ყველაფერი რიგზეაო. თუ რაღაც ნაწილი მომიტანაო, ხო, ნუ ნაწილი მომიტანაო და ნაწილს კიდე ავიღებო და ნუ ერთი სიტყვით ეს ყველაფერი და გაგაგებიებთო, რომ ამ ფულს ავიღებ მთლიანად. ჩათვალეთ, რომ აღებულიაო. ამავე დროს მეორე დღეს მივიდა ციხეში და სვიდანიას რომ ეძახიან, გამოიძახა ეს ბიჭი და უთხრა, მომეცი პირობაო, მე ესა და ეს კაცი ვარო და ნუ აქედან და იქიდან ეს ნუ კიდე გეუბნებით მაღალი დონის პიროვნებაა უკვე. მომეცი პირობა, რომ შენ ციხეში აღარ ითამაშებ და არც არავინ არ დაგაძალებს. მე ახლა მაყურებელიც მოვაო აქ და მოვლენო აქ ხალხიო, რომლებიც გიპატრონებენ ამის ამბავში, რომ
არავინ აღარ დაგაძალოს თამაშიო და თან შენ სიტყვა უნდა მომცეო იმათთან ერთადო რომ შენ აღარ ითამაშებო ერთი სიტყვით მოვიდა ეს ხალხიც და ის ფული ჩაბარებულია ამათ უთხრა რომ ეს ფული ჩაბარებულია ყველაფერი გაკეთებულია ესეა ისეა და ეს არის აღმოჩნდა ჩემი ნათესავიო და უპატრონეთო რა რომ აღარ ითამაშოსო და მე გამიწიეთო ანგარიშიო და ჩვენ აგერ ამის უკან იდგა საბჭოთა კავშირში ცნობილი ასე ვთქვათ ქურდები ხო და რას ლაპარაკობო კაცო ჩვენთან იქნებაო და რამეო და ეხლა ეს ცუდი ბიჭი არისო იქ ცუდი სახელის ადამიანი არისო უბრალოდ ამ ფულს ვერ ჩააბარებდა და ნუ ის რა მოელოდა გასაგებია ხო და გავიდა ხანი და დადგა ამის გამგზავრების დრო მაგრამ ამას ფული არ აქვს ნუ რაღაცა გარკვეული იქამდე ჩასასვლელი თანხა აქვს რაღაცა ხო და საღამოა გამგზავრების წინა დღეა და იმ მიწურში იმ ქურდის მიწურში დაბლა მიწური იყო ეს პატარა ესეთი სარკმელი ჰქონდა საჰაერო სხედან და საუბრობენ და მეორე დღის გამგზავრების გეგმაზე ლაპარაკობენ და ამ დროს ეს ქურდი შედის პეტერე ოთახი აქ იქ უფანჯრებო შიგნით და შედის და გამოაქვს 2000 მანეთი და ეუბნება მეო ამ ხნის განმავლობაშიო თუ სადმე ვინმე ნაცნობიც კი მეგულებოდა რომელსაც შეიძლება ცოტაოდენი ფული გაეღო ჩემთვისო აი ეს თანხა მოვაქუჩე მეტი ვერ შევძელიო და ამ ფულს გაძლეო შენ ეს ჟურნალისტი მეუბნება რომ თვალებში მიყურებსო ეს ქურდი ამ ფულს რომ აძლევსო და ბუნებრივად მეც ვუყურებ თვალებშიო და დიდხანს ვერ გაუძელიო მის ყურებას და თავი დავხარეო რატომ მეთქი მეუთხარი რატომ და იმიტომ რომ მან იცოდა და გრძნობდა ჩემიდან რომ მე ის ფული არ მქონდა და არ ამიღიაო თქვენ გესმით რა არის იცით მე როდესაც ამას ვსაუბრობ მე ბევრმა ადამიანმა მინდა რომ გაიგოს ეს ყველაფერი მე როდესაც კიდე გეუბნებით ნაწარმოებზე ვმუშაობ მე რაღაცას გეუბნებით ამით რაღაცას გასწავლით ჩემი გამოცდილებიდან ჩემი აი დანახული ცხოვრებიდან ჩვენთან ხო ეს ტენდენცია ჩამოყალიბდა რომ შენ პიატი გოდახარ იცი შენ არ იცი ჩვენ ახლები ვარ და ტოლსტოი დასცინოდა მასეთ ახალგაზრდებს როცა ამბობდა რომ ახალგაზრდები ამბობენ რომ მე რა თმინდა სხვისი ჭკუით ცხოვრება მე თვითონ მოვიფიქრებო კაცო ტოლსტოი ეუბნებოდა რადგინდა მოიფიქრო მოფიქრებულიო მიიღე მზამზარეული და გასცი წინ ამაშია კაცობრიობის ძალაო მე მინდა რომ ეს ვიღაცამ რაღაც ისწავლოს ვიღაცამ რაღაც გაიგოს და ამიტომ ვწერ მე ასეთ ნაწარმოებებს რომ იცით კარგი კუთხიდან უნდა შევხედოთ ჩვენ ცხოვრებას კარგი უნდა ვაკეთოთ ჩვენ არა ვართ იმისთვის გამოგზავნილები ადამიანები რომ მარტო ბოროტება ვაკეთოთ ან და ის ვაკეთოთ რომ სხვას არ გაუწიოთ ანგარიში და სულ არ ვიფიქროთ სხვაზე რა დაემართება და რა მოუვა ჩვენ იმისთვისა ვართ ღვთისგან შექმნილი ქმნილებები რომ მადლზე ვიფიქროთ ერთმანეთის სიყვარულზე ვიფიქროთ თანადგომაზე ვიფიქროთ სხვა ჩვენი ცხოვრება არაფერია თუ არა ეს ამიტომ ის პოლიტიკოსები ყოველთვის იქნებიან ისეთები და თუ ჩვენ გარდა ვიქმნებით საზოგადოება
აღარც ის პოლიტიკოსები აღარ იქნებიან და საზოგადოებიდან გამოსული უფრო ცოტა უკეთესები იქნებიან. ანუ ჩვენზეა დამოკიდებული, ჩვენ კი არ უნდა გარდავქმნას იმ პოლიტიკოსმა. ჩვენ უნდა გარდავქმნათ ის პოლიტიკოსი. და ამას რა თქმა უნდა დრო სჭირდება და მენტალური ცვლილებები. მე სანამ იმ წიგნის კითხვას შეუდგებოდე, მე მინდა გაავრცელოთ, იცით, იმიტომ რომ რაც მეტი ადამიანი მოისმენს ამას, ასეთ ამბებს, უფრო უკეთესია ჩემი აზრით, ალბათ უკვე თქვენი აზრითაც და მოდი ასე ვითანამშრომლოთ რა. ასე მომწერეთ თქვენი აზრი, დაწერეთ ან იმაში რა ქვია კომენტარებში. მე კიდე მოიწონეთ რომ მე დავინახო უბრალოდ რომ მოგწონთ. იმის გულისთვის კი არა რომ ეს მჭირდება კიდევ მეორე. დავინახო რომ მოგეწონათ. და ენთუზიაზმი მომემატება მე, თორე თუ დავინახავ რომ მე ერთ ჯგუფს ველაპარაკები, პატარა თქვა, კი გასაგებია, მაგრამ რომელიც არ აზიარებს, არ მოიწონებს, მეც უკვე მიჩნდება ის, რომ ტყუილა ვლაპარაკობ. და ზუსტად იმიტომ, რომ გავრცელდეს და ბევრმა ხალხმა ნახოს ის, ბევრი ადამიანის გონება ჩაფიქრდეს, ბევრი ადამიანი რომ აი ეს ასე გავაკეთოთ, ასე შეიძლება გავაკეთოთ თუ ისე და მივიდეს იმ დასკვნამდე, რომ სიკეთე ყოველთვის არის როგორ გითხრათ, იცით, აი სიკეთე არის როგორ აუხსნა ეს, აი ამაღორძინებელი. სულის ამაღორძინებელიც არის და ქვეყნის ამაღორძინებელიც თუ გინდათ ასე გავიგოთ. და ბოროტება დამანგრეველი ადამიანს თავად ანგრევს. აი მე ერთმა ქალბატონმა მომწერა რომ თქვენ ადგილასო წინა იმაზე შეიძლება შური ეძიაო ნებისმიერ ადამიანსო და შურის ძიებაზე რომ იფიქრო კაცმა შეიძლება რომ მე მორალურად გამართული ნაწარმოები შექმნა. ან ბოროტებაზე რომ ვიფიქრო მე შემიძლია ახლა ამაზე გელაპარაკოთ, რაზეც გესაუბრებით? ერთი სიტყვით, როგორც გითხარით, გაამრავლეთ ეს, გააზიარეთ, მოიწონეთ კიდეც, რა ვიცი, დაწერეთ, მომწერეთ, ჩემი ტელეფონი სადევს იქ. ვისაც შესაძლებლობა აქვს, მე თქვენ არ გეუბნებით ისეთ ადამიანები, რომელიც გაჭირვებულ ადამიანებს, ნუ მიიღებთ თქვენ თავზე, მე ჩემი სამიზნე გაჭირვებული ადამიანი არ არის, დამიკავშირდეს ის და ვისაც შესაძლებლობა აქვს იმისა, რომ მე წიგნების გამოცემაში დამეხმაროს, იმიტომ რომ სახელმწიფოს ამისთვის არც ძალია, აგერ საბოტაჟია 24 საათი საგიჟეთია, აგერ იმის რა ქვია, დანარჩენი სხვა გამომცემლობები ფონდებიდან ფინანსდებიან და იმ ლიტერატურას ავრცელებენ და თუ რომელიმე სტამბა და რომელიმე გამომცემლობა არსებობს იმისათვის რომ მე დამიბეჭდოს და დაუბეჭდია ჩემი წიგნები და კიდევაც დაბეჭდავს, იმაში კიდე მჭირდება დახმარება და არიან ადამიანები რომლებსაც ეს ზალუს და ასეთი ადამიანები კიდე რა ვიცი დამიკავშირდნენ თუ რა ვიცი როგორც უნდა თუ დაკავშირება მე მაინც დავდებ ჩემი მეებს რა ქვია ანგარიშებს თქვენ არ გეხებათ კიდე გეუბნებით გაჭირვებულ ხალხს და არ იფიქროთ რომ უბრალო ხალხზე ეს კიდევ მეორე სამიზნე აუდიტორია არ არის უბრალოდ გაჭირვებული ხალხი ეს ვისაც შესაძლებლობა აქვს იმისი რომ მე დამეხმაროს ეს სხვა ხალხია ისინიც არის, იმათშიც არის. საშუალო იმას გულისხმობ, თორე ნუ მაღალი და მაღალი ისინი ფენები მე არც მოისმენენ ამას და არც ასჭირდებათ. ღმერთმა დაგლოცოთ ბედნიერებას და ჯანმრთელობას გისურვებთ, მაინც იქამდე მივდივართ, რომ წიგნების გამოცემაში გვჭირდება მაინც დახმარება ვიღაცისა და ეს ვინმე იქნება ცოტა ჩვენზე შეძლებული ადამიანი. მე ხარ რო გითხრათ გაჭირვება არაფერი მაქვს, ისეთი რომ თქვათ რაღაცა ჭირდებოდეს
მაგრამ წიგნების გამოცემა და გაჩუქება ძალიან დიდი ბედნიერება იქნება ჩემთვის, რომ ჭკვიან ხალხს დაურიგო და ამით იქნება რაღაცა წვლილი შევიტანო ამ გარყვნილებისა და ამ მოწოლილი და მოზღვავებული გარყვნილი ლიტერატურის ოდნავ მაინც შესაკავებლად. მერთმა ბედნიერება მოგანიჭოთ და ჯანმრთელობა. დაგემშვიდობებით დროებით და მე გავყვეთ პატარა ამბებს, სანამ წიგნის კითხვას შეუდგებოდეთ. აბა, დროებით.